სწავლა დასრულდა სასწავლო კურსის ფარგლებში მე-9-დან 12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ტყის მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ. 2 თვის განმავლობაში მოსწავლეებს ლექციები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს. სატყეო სკოლაში მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეძლოთ. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. პროგრამა იყო ძალიან კომპლექსური, 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მოიცავდა ტყის მდგრად მართვას, ბიომრავალფეროვნებას, კლიმატის ცვლილებებს, ენერგოეფექტურობას და კიდევ სხვა უამრავ საკითხს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ასეთი პროგრამები, გარემოს პროგრამები ყოველდღურად მეტ მოტივაციას ურჩენს მომავალ თაობას, რომ შემდგომში სწავლა გააგრძელონ როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო მიმართულებებით. სატყეო სკოლის კურსის ფარგლებში ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა თემები ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ და ამის მერე უფრო მეტად პროდუქტიული და უფრო მეტად ჩართული გავხდი გარემოს დაცვითი მიმართულების მხრივ და აუცილებლად ჩემს მეგობრებსა და თანატოლებს გავუზიარებ ჩემ მიერ მიღებულ ინფორმაციას.